ორივე მხარე დაზარალებულია. აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს და მისი ძიებაც უბრალოდ დროის ფუჭად ხარჯვაა. იქამდე სანამ მტრის გონებაში ქართველებსა და აფხაზებს შორის შუღლის ჩამოგდების იდეა დაიბადებოდა, ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრება მშვიდად მიმდინარეობდა. ქართულ-აფხაზური ოჯახები იქმნებოდა და მორდუ აქეთ თუ როდესმე დააცხიკვებდა, ხვიჩას სიცოცხლე ეძახოდნენ აფხაზეთიდან. 1921 წელი, 25 თებერვალი. საქართველოს თავზე საბჭოთა წითელი დროშა აფრიალდა. მიუხედავად 70 წლიანი ოკუპაციისა და რეჟიმის სისასტიკისა, ქართულ ხალხს არ შეუწყვიტავს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. 1989 წლის 18 მარტს რუსული ნაღმი ამოქმედდა. გუდაუთის რაიონ სოფელ ლიხნში 30,000 აფხაზი შეიკრიბა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნით. საპასუხოდ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით მშვიდობიანი მიტინგი გაიმართა. პროტესტანტების მთავარი მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობა იყო. რამდენიმე წუთში რუსთაველის დიდებული პროსპექტი სასაფლაოს დაემსგავსა. გაზაფხულის იმ დილას 19 მშვიდობიანმა ქართველმა შესწირა სიცოცხლე საქართველოს თავისუფლებას. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული სისასტიკეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად. 9 აპრილის ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის თავზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვრცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არავდეს ერთი! საბჭოთა კავშირი დაიშალა. ერთი შეხედვით ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა და საქართველოს ისტორიაშიც აღმავლობის ხანა უნდა დაწყებულიყო. თუმცა მტრის გეგმები უფრო შორს მიმავალი აღმოჩნდა, ვიდრე 70 წლიანი ოკუპაცია. ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობისა და ქაოსისთვის აფხაზურ-ოსურ სეპარატიზმს იყენებდნენ, რომლის დეესკალაცია სამწუხაროდ საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. მეტიც, სამოქალაქო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება უფრო და უფრო ამწოვებდა ვითარებას. აფხაზეთის კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, დამანგრეველი აღმოჩნდა როგორც ქართველთათვის, ასევე აფხაზებისათვის. მართალია, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ცენზურის მარწუხებში ყოფნისას ქართული პრესა ახერხებდა თავისი საქმიანობით საზოგადოებაში ეროვნული იდეოლოგია გაეღვიძებინა, თუმცა რუსული პროპაგანდის წინაშე ქართული მედია უძლური აღმოჩნდა. საქართველო რუსეთთან საინფორმაციო არენაზეც დამარცხდა. ეს უპირატესობა კარგად გამოიყენა მტრულად განწყობილმა მხარემ და დღემდე ცდილობს პროპაგანდისტული ნარატივით შეაღწიოს ქართველთა და აფხაზთა ცნობიერში, ერთმანეთის მიმართ მტრობის გასაღვივებლად. ჩვენი შორეული კონფლიქტის ფონზე მედიაში დიდი რაოდენობით დეზინფორმაცია, ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც ხალხი არ ამოწმებს. მინდა ვურჩიო ყველა ადამიანს, მათ შორის აფხაზეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს, არ დაეყრდნონ ამ მონაცემებს, რადგან ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ განვეწყოთ. მე მჯერა, რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, რომ ცხოვრობთ ასე ვთქვათ ერთი ცის ქვეშ და მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ ამ ცის ქვეშ. მედიას ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით კონფლიქტის დარეგულირების საკითხში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მას შეუძლია იქცეს როგორც მშვიდობის გამომყარებლად, ასევე მას შეუძლია პირიქით უფრო მეტად დააპირისპიროს ისედაც დაპირისპირებული მხარეები. სამშვიდობო ჟურნალისტები გაცილებით უფრო დიდ ისტორიულ მეხსიერებას უნდა ფლობდნენ, ისინი უნდა იცნობდნენ კარგად თუ რას მოყვა კონფლიქტი, როგორ გაგრძელდა, სად არის გაჩერებული, რა პერსპექტივები არსებობს და მასზე მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოქმედებდნენ. სამშვიდობო ჟურნალისტიკის მიმართულებით მოქმედმა ჟურნალისტმა ყოველთვის აქცენტი უნდა გააკეთოს იმ გამაერთიანებელ თვისებებზე, რომელიც კონფლიქტის ორ მხარეს აქვს, ცოცხალ ისტორიებზე, მაგალითებზე და პირიქით უნდა ერიდოს ტერმინოლოგიის გამოყენებას, რომელიც ამა თუ იმ მხარისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და სენსიტიური. უდიდესი როლი აქვს ქართულ მედიას პირველ რიგში მეხსიერების შესანარჩუნებლად. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დასაბრუნებელი არა მხოლოდ ტერიტორია, არამედ ადამიანებიც შესაბამისად მასალები, რომელიც მზადდება აფხაზეთთან მიმართებაში, უნდა ემსახურებოდეს ტერიტორიის და ხალხის დაბრუნებას. მნიშვნელოვანია საერთო ღირებულებების, საერთო ტრადიციების შესახებ მასალების მომზადება და ხაზგასმა, კონტექსტის პატივისცემა, მათი იდენტობის პატივისცემა, ყველა მხარის დანაშაულიც და ყველა მხარის მიერ წინ გადადგმული ნაბიჯიც აუცილებლად მასალის მომზადებისას უნდა იყოს სწორად წარმოჩენილი.
აფხაზეთის კონფლიქტმა დააზარალა ქართველიცსა და აფხაზიც. შესაბამისად, აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს და მისი ძიებაც უბრალოდ დროის ფუჭი ხარჯვაა. აი ის კი, რაშიც ორივე მხარეს დიდი ენერგიის ჩადება გვმართებს, ერთმანეთის თავიდან გაცნობა და შეყვარებაა, რათა აფხაზურ მეგრულით 9 ლამაზმა ცხენოსანმა ისევ გადმოტოპოს ენგური.